ცუდი ძიძა. ვინ არის? შენი ძიძა, შემოდი. გამარჯობა, დღეიდან მე ვადევნებ თვალყურ შენს აღრდას. უკვე ზრდასრული ვარ, ძიძა არ მჭირდება. წინააღმდეგობას მიწევ ახალგაზრდა ქალბატონო? არა. კარგი, არა უშავს, მალე გამოესწორებს აქციელს. როგორი ბოროტი ძიძაა? კეთილი ძიძა. ვინ არის? გამარჯობა, მე შენი ახალი ძიძა ვარ. შემოდი. მე დამიქირავე შენს მოსავლელად. უკვე ზრდასრული ვარ, ძიძა არ მჭირდება. მაშინ შეგიძლია შენს მეგობრად მიმიღო. კარგი, კომპანიონობა არ მაწყობდა, შემოდი. ხომ ხედავ, მე და შენ ძალიან დავმეგობრდებით. გემრიელობები, მადლობა. ეს საჭიროა ძალების და ენერგიის მოსამატებლად. შემდეგ კი სავარჯიშოდ წავიდეთ. ვარჯიში ძალიან მოსაწყენია. თუ ივარჯიშებ, აი ამ კბილეულს მიიღებ. კბილეული თანახმაბარ. შესანიშნავია, წამოდი ვივარჯიშოთ. კარგი, მოდი ჩემსავით გაიმეორე. ჩაისუნთქე, ამოისუნთქე. მოდი ახლა ერთი ვარჯიში შევასრულოთ კიდევ. ოჩახ, ესე ჩემი დამსახურებული ჯილდო. მადლობა, რა კარგი ძიძა ხარ. ცუდი ძიძა. სწრაფად ადექი და წავიდეთ. ეხლა დილის ვარჯიშებს გავაკეთებთ. ჯერ მშია, ძალა საერთოდ არ მაქვს. არავითარ შემთხვევაში ვარჯიშის წინ ჭამა საზიანოა, ჯერ ვარჯიში და შემდეგ ჭამა. კარგი. პირველი სავარჯიშოა აზიდვები. მიიღე საწყისი პოზიცია. აზიდვები ბიჭებისთვის ამე კი გოგო ვარ. შეაწყვიტე წინააღმდეგობის გაწევა ახალგაზრდა ქალბატონო, უკეთ ვიცი რა არის საჭირო ბავშვების ჯანმრთელობისთვის. 10 აზიდვა, წავიდა. 1. არ შემიძლია, ძალა არ მაქვს. სულ მოდუნდი, ადექი, კარგი. თუ აზიდვების გაკეთება არ შეგიძლია, მაშინ შემდეგი ვარჯიში. ზურგი გაასწორე, ესე არ არის სწორი. კიდევ რამდენი ხანი ვიყო ასე, სანამ მე არ გეტყვი. ასე იქნები. მეტი აღარ შემიძლია. კარგი, დღეისთვის საკმარისია, მაგრამ ხვალ 2-ჯერ მეც გავაკეთებ, 3-ჯერ მეც. გასაგებია? კარგი ძიძა. ძიძა მშია. უკვე მოგიმზადე, აი შენი სადილი. ეს საკვები კურდღელებისთვისაა? ეს ბოსტნეული სავსეა მიკროელემენტებით და ვიტამინებით, რაც საჭიროა შენთვის. ამას ვერ შევჭამ, ამას რძენია. საშინელია. არ მოგწონს? კარგი, ახალს მოგიმზადებ. რა გინდა? ნამცხვარი ან პიცა. კარგი, ყველაფერს ახლავე გავაკეთებ. ზადა. აი შენი ახალი სადილიც. გემრიელად მირთვი. მაგარია, კოლასაც დავლებდი. კოლა არ გვაქვს, მაგრამ შემიძლია მაღაზიაში წავიდე და გიყიდო. მართლა, შენთვის ეს რთული არ არის? არანაირად, მირთვი. მე სწრაფად მოვალ. ძალიან მაგარი ძიძაა, გამიმართლა. ცუდი ძიძა. ეს რა ხმაურია, რა ხდება? საუზმე მზადაა, სპეციალური მოსაწვევი გამომეგზავნა? არ მინდა ჭამა, არ მშია. იმის დრო არ მაქვს, ოცა შენ მოგშვდება, მაშინ გაჭამო. სწრაფად მაგიდასთან. რა გვაქვს საჭმელი? რაც მოგიმზადე, ის უნდა შეჭამო, ეს შენი რესტორანი არ არის. გემრიელად მირთვი. გემრიელად რომ არ გამოიყურება? ეს სილამაზის კონკურსი არ არის. მიდი, ჭამე. ძეხვიან კოტლეტი მაინც ყოფილიყო. ძეხვი საზიანოა ბავშვებისთვის. აი პურთან ერთად მირთვი, ესე უფრო დანაყრდები. შენ ალბათ დაიღალე საჭმლის მომზადებისას. მე შევჭამ, შენ კი დაისვენე. არა, ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ ყველაფერს შეჭამ. და არაფერს დატოვებ. ფუ! ამას ვერ შევჭამ. მაშინ მშიერი იქნები მთელი დღე, სანამ ფაფას არ შეჭამ, ლანჩს ვერ მიიღებ.
აკეთებ ახალგაზრდა ქალბატონო? ვინ მოგცა ტკბილეულის ჭამის უფლება? შიერიბარ. ამის გამო უნდა დაისაჯო. სწრაფად კუთხეში. რამდენი ხანი უნდა ვიტყვი აქ? რამდენ ხანსაც გეტყვი. ეხლა კი სერიალს ვუყურებ, დამასვენე. ეთილი ძიძა. ой, რა სიბინძურია აქ, დიანოჩკა. ой, არ მინდოდა უბრალოდ ამე და დაღლილი ვიყავი ვარჯიშის შემდეგ. არა უშავს, ეხლავე ყველაფერს დავალაგებ. უბრალოდ მითხარი სად რა დავდო. სტიკერზე დაწერე და დააწერ იმ ნივთებს, რომლებიც უნდა გადავალაგო. მაგარია, ახლავე გავაკეთებ. თუ კი დიანას რაიმე დაავიწყდება, აუდიტორიამ დაგვიწეროს კომენტარებში. ნაგავი. ესენი ზურგჩანთისთვის, ეს კი სკოლის ნივთები. ეს კარადაში. ესეც კარადაში. აქ ტვერია გადასაწმენდი და ფარჯებს გარეცხვა არ აწყენდა. როგორც ჩანს, სულ ეს არაფერი გამომრჩენია. აბა დაასრულე. კი, ყველაფერს სტიკერი დავაგარი. აო, როგორი ყოჩახი ხარ, ეხლა სხვა ოთახში გადი, მე კი ყველაფერს დავალაგებ. ცუდი ძიძა. ვერ გავიგე, აქ რატო უსაქმურობ? ვარჯიშის შემდეგ ვისვენებ. დასვენების დრო არ არის, ადექი და დაალაგე ყველაფერი. რისთვის აქ ყველაფერი სუფთაა. აი, მტვრის სრული ფენა. ეხლავე ყველაფერი მიალაგე, შემდეგ კი ჭურჭელი დარეცხე. ასევე შენი პირადი ნივთები. იცოდე 5 წუთის შემდეგ ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს. თქვენ კი რას უყურებთ, ზარმაცებო? ჩვენ აქ ვშრომობთ, ვიდეოებს ვქნით, თქვენ კი არ გინდათ რომ გამოიწეროთ და დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო. არ გწხვენია, სწრაფად გამოასწორეთ ყველაფერი. ბავშვებო, ნუ გეწყინებათ, ძიძა უბრალოდ ბოროტია. ჩვენ ძალიან გვიყვარხართ. მადლობა გამოწერისთვის. სად დადიხარ, ჭურჭელი თავისით არ გაირეცხება. ტყვერს წმინდავდი. 10 წუთის წინ უნდა დაგესრულებინა ყველაფერი, ეხლავე გარეცხე. ალერგიული ვარ სარეცხვის საშუალების მიმართ. სულელური მიზეზები. არა, მართლა ალერგია მაქვს. აი ასე, ახლა ერთ-ერთი ქიმიური ნივთიერება თუ სუნი ვერ შეგიშლის ხელს. რას აკეთებ? არ შეიძლება ნაცრისფერი და თეთრი ტანსაცმლის ერთად გარეცხვა. საიდან უნდა ვიცოდე? ჯერ პატარა ვარ. შენ სასაკში ყველაფერი ვიცოდი. ოჰ, შენ კიდევ რამდენი რამე გაქვს სასწავლი. აქ არის ტვრის ლაქა, გაწმინდე. იდეალურად დალაგებული არ არის, მაგრამ პირველ ჯერზე კარგია. ეხლა შეგიძლია ტელეფონი მომცე, რომელიც წამართვი? კი. მაგრამ ჯერ საშინაო დავალება შეასრულე. კარგი რა, დღეს დასვენების დღეა, ხვალ გავაკეთებ. არანაირი ხვალ, ეხლავე გააკეთე. ეთილი ძიძა. შენით მეცადინეობ, ყოჩახ. აი ეს მაგალითი ვერ ამოხსენი, შეგიძლია დამეხმარო? უნდა გინდა მოგიხსნა. ჩემს მაგივრად? მართლა? კი, ამოხსნი და დაგიწერ კიდეც. ბოლოს და ბოლოს ყოველად არ არსებობს გამზადებული საშინაო დავალებები. ეს მართლა შეგიძლია? ხო, მაგრამ არავის უთხრა, ჩვენი პატარა საიდუმლო იყოს. მაგარია, ემეული და კალამი. წავალ, მე ვითამაშებ. აი, საშინაო დავალება შესრულებულია. მართლა, ახლა შევამოწმებ. ყველაფერი ჩემი ხელწერით წერია. ოჩახ, კარგი ძიძა ხარ. შევეცადე. იქნებ ესე დამიწერო. კარგი, მომეცი. მთელი კვირის დავალებებს გაგიკეთე. მადლობა, 12 ქულა გარანტირებულად ჩემია. ცუდი ძიძა. არ მესმის, რატო ზივართ და ვისვენებთ? ყველაფერი დავალაგე, ამიტომ ვისვენებ. საშინაო დავალება შეასრულე? არაფერი მაქვს დავალება. მართლა, აბა დუიური მაჩვენე. ხედავ, არაფერი მაქვს დავალება. და ეს რა არის? ეს მომავალი კვირის დავალებაა. მერე რა, წინასწარ გააკეთე, ახლავე. ისვენებს აქ ზარმაცი გოგო. არ მინდა და არ გავაკეთებ.
100 არა? არ გინდა, მაშინ ამას ერთად გავაკეთებთ. აბა, უკვე ამოხსენი მაგალითი. ჯერ არა. 100 საღამომდე ვერ დავასრულებთ. მე ვიცი როგორ დაგაჩქარო. ყოველ წუთს ერთ ტკბილეულს შევჭამ, სანამ მაგალითს არ ამოხსნი. ეს არ არის სამართლიანია, ჩემი საყვარელი ტკბილეულია, რომელიც დედამ ჩემთვის იყიდა. სანამ დედა არ არის, მე ვარ აქ უფროსი. ახლა კი იმუშავე. 1 წუთი გავიდა, -1 კანფეტი. კიდევ 1 წუთი გავიდა. ასე თუ გააგრძელებ, არაფერი აღარ დამრჩება, გაუმაძღარო. რა მითხარი? არაფერი, ხმამაღლა გავიფიქრე. იფიქრე, ჯერ მარაგი ისევ მაქვს. 3, 2, 1. დავასრულე. მართლა? მოდი შევამოწმოთ. აქ შეცდომა. აქაც ყველაფერი შეცდომა, თავიდან უნდა დაწერო. საიდან იცი, შენ მასწავლებელი არ ხარ. შენსგან განსხვავებით მე სკოლა უკვე დავამთავრე, ასე რომ უკეთ ვიცი. ხელმეორედ დაწერე. ამას კი მე წავიღებ. კარგი ძიძა. დიანა, დროა ცოტა დაისვენო. შუადღის ძილის დროა. მიდი დაისვენე. არ მინდა დაძინება, შეიძლება არ წავიდე? კარგი, მაშინ ძვეულება მოვაწყოთ და ერთად ვითამაშოთ. ხიარულად ჭხერს, მოდი. მე გესწრი ბურთებს. შენი მიზანია დაიჭირო რაც შეიძლება მეტი ბურთი. ყოველი დაჭერილი ბურთისთვის მე დაგაჯილდოვებ. მე მზად ვარ. მიდი დაიჭირე. 10. ჯილდო გინდა რა? დაიჭირე და ტკბილეულით დაგასაჩუქრებ. დაიჭირე. დავიღალე. აბა დავითვალოთ რამდენი დაიჭირე. ბევრი არ დაგიჭერია, მაგრამ არა უშავს, მაინც მიიღებ პრიზს. ოღო, აქ უფრო მეტი ტკბილეულია ვიდრე დავიჭირე. ეხლა სხვა რამე ვითამაშოთ. წესები იცვლება. ეხლა გვაქვს ესტაფეტა. შენ უნდა გადაიტანო ოთახის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში რაც შეიძლება მეტი ბურთი. ისინი კალათაში უნდა მოათავსო. მზად ვარ, შეგვიძლია დავიწყოთ. შენ 30 წამი გაქვს. მოემზადე, დაიწყე. მიდი, ჩქარე. ოცი წამი დაგრჩა. 15. ოჩახ, შესანიშნავი შედეგი გაქვს. ყველა ბურთის გადატანა მოასწარი. ძალიან დავიღალე, ცოტა ხანს დავჯდები, დავისვენებ. ეხლა კი დაიწინე, ჩემმა გეგმა მიმუშავა. ცუდი ძიძა. დიანა, მორჩი თამაშს, ძილის დროა. ადექი დავიძინოთ. არ მინდა ძილი. არ მიკითხავს გინდა თუ არა, ეხლავე უნდა დაიძინო. საწოლში დროზე. აბა შეჩერდი, ტელეფონი ეხლავე მაგიდაზე დადე. ყველაფერი დავინახე. ეხლავე, დადე მაგიდაზე, თორემ დაისჯები. ოხ, ჯანდაბა. როგორი მოსაწყენია აქ წოლა. ძიძა არ არის, თამაშის დროა. ვერ გავიგი, აქ რა ხდება? არა, ჩემი საქმე წასულია. როგორც მივხვდი, ზილს არ აპირებ, მაგრამ შენთვის ერთი რაღაც მაქვს.
ეს რა არის ორცხობილები და რძე? არა, ეს ჩემი საფირმო ჩაის რეცეპტია. ფუ, ესეთი სუნი რატო აქვს? ის დამამშვიდებელ მცენარეებს შეიცავს. რო დავბრუნდები ჭიქა ცარიელი იყოს. არ დავლევ ამ საშინელებას. მორჩა, დალია და ჩაეძინა. ვიცოდი რომ იმუშავებდა. კარგი ძიძა. დიანოჩკა, გაიღვიძე. გაღვიძების დროა. შემიძლია ისევ მეძინოს. უბრალოდ მინდა გითხრა რომ მე მივდივარ. რატომ მიდიხარ? ჩემი სამუშაო დრო დასრულდა და რო სახლში წავიდე. არა, არ წახვიდე, დარჩი. პლანეტაზე საუკეთესო ძიძა ხარ. მადლობა, მაგრამ სხვა ბავშვებიც მელოდებიან. ნახვამდის. წავიდა. მომენატრება. ცუდი ძიძა. აბა, ახლავე გაიღვიძე. ცოტა ძილი მაცადე რა. მნიშვნელოვანი განცხადება აქვს, ჩემი სამსახური დასასრულს უახლოვდება. რა, მიდიხარ? ხო, დროა სხვა ბავშვების ახლადაც დავიწყო. არა, რა სამწუხაროა. ხო, შენნაირი ცელკ ბავშვებს ყურადღება სჭირდება, მაგრამ არა უშავს, მე დავბრუნდები. სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებ. ურა, თავისუფლება!